1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის არქივები გაიხსნა, ერთ-ერთ დაცულ საქაღალდეში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს იყო ხელნაწერი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოს ქარხნების დემონტაჟის გეგმა, ექსპორტის მარშრუტები თურქეთისკენ და ფასები, რომლებიც გადაიხდებოდა უნიკალური საბჭოთა ტექნოლოგიებისთვის, როგორც ჩვეულებრივი ლითონის ჯართისთვის. დოკუმენტს არ ჰქონდა ხელმოწერა, მაგრამ ჰქონდა შტამპი, პრემიერ-მინისტრის აპარატი, 1992 წელი. ვინ დაამტკიცა ეს გეგმა? რატომ არ არსებობს ოფიციალური კოპიები? და რატომ, როდესაც ჟურნალისტებმა სცადეს ამ საქაღალდის შესახებ კითხვების დასმა, მათ უთხრეს, რომ ეს მასალები დაიკარგა ხანძრის დროს? რა ხანძარი? რომელ შენობაში? და ყველაზე მთავარი, რა სხვა დოკუმენტები დაიცვა იმ ხანძარში, რომელზეც არავინ არაფერს იცის? საქართველო 1999 წელს იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი აწარმოებდა უმაღლესი ხარისხის ფოლადს, რომელსაც იყენებდნენ საბჭოთა სამხედრო ინდუსტრიაში. ქუთაისის საავიაციო ქარხანა აწარმოებდა კომპონენტებს, რომლებიც მიდიოდა მოსკოვში და ლენინგრადში. ჭიათურის მანგანუმის საბადოები იყო უდიდესი მსოფლიოში. ქვეყანას ჰქონდა ენერგეტიკული სისტემა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას ამარაგებდა, არამედ ელექტროენერგიას ექსპორტიორებდა მეზობელ რესპუბლიკებში. მაგრამ 1992 წლის დასაწყისისთვის ქვეყანა უკვე იყო სიბნელეში. ქარხნები ჩერდებოდა ერთი მეორის მიყოლებით. ხალხი იჯდა სანთლების შუქზე. ხაზინა იყო ცარიელი. რა მოხდა ამ 2 წელიწადში? ვინ იყო პასუხისმგებელი ამ კატასტროფაზე? და რატომ, როდესაც ხალხი ითხოვდა პასუხებს, მთავრობა ამბობდა, რომ ეს იყო გარდაუვალი ტრანზიციის ფასი? თენგიზ სიგუა იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი ენდობოდა. ის არ იყო პოლიტიკოსი ძველი საბჭოთა ნომენკლატურიდან. ის იყო ტექნოკრატი, მეცნიერი, ინსტიტუტის დირექტორი. როდესაც მას დანიშნეს პრემიერ-მინისტრად 1999 წლის 15 ნოემბერს, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო სწორი არჩევანი, ადამიანი, რომელიც იცოდა როგორ მუშაობდა ეკონომიკა, როგორ მართავდნენ საწარმოებს, როგორ გეგმავდნენ წარმოებას. მაგრამ სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო ის, რასაც შემდეგ უწოდებდნენ ეკონომიკურ ნგრევას. ეს იყო უბრალოდ არაკომპეტენტურობა. თუ რაღაც სხვა. რატომ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველა ცოდნა და გამოცდილება, ვერ შეაჩერა კატასტროფა? ან შესაძლოა, ის არც კი ცდილობდა მის შეჩერებას? დღეს, ამ დოკუმენტურ გამოძიებაში, ჩვენ გავხსნით არქივებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დახურული. ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ იქ ოთახებში, სადაც მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ჩვენ დავინახავთ დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი არ იყო უბრალოდ ტრანზიციის ფასი. ეს იყო სისტემატური პროცესი, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული ავტორები, კონკრეტული მოგების მიმღებები და კონკრეტული მსხვერპლი, თელიერი. ვინ იყო ამ პროცესის არქიტექტორი? რა როლი ითამაშა თენგიზ სიგუამ? და რატომ 30 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ გადაწყვეტილებების შედეგებში, რომლებიც მიიღეს 1992 წელს? პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო თენგიზ სიგუას პირად უსაფრთხოებაზე მისი მეორე პრემიერობის დროს, თანახმა გახდა საუბრისა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს ბოლო კვირების შესახებ, როდესაც ქვეყანა იძირებოდა ქაოსში, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. მისი სახელი დარჩება ანონიმური მისი უსაფრთხოების მიზნებისთვის, მაგრამ მისი მოგონებები არის დეტალური, სუსტი და შემაძრწუნებელი. ის იხსენებს, როგორ ყოველდილას, როდესაც პრემიერ-მინისტრი შედიოდა თავის ოფისში, პირველი, რასაც აკეთებდა, იყო ტელეფონის ზარი, არა თბილისში, არა მოსკოვში, არამედ ანკარაში. რატომ? რას ამბობდა ის იმ საუბრებში? და რატომ, როდესაც დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ მოესმინათ, მათ ეუბნებოდათ დაეტოვებინათ ოთახი? ის გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. 1992 წლის მარტში, როდესაც რუსთავის მეტალურგიული კომბინატი ოფიციალურად ჯერ კიდევ მუშაობდა, ღამის 2 საათზე, სპეციალური სატვირთო მანქანები შევიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე. მათ არ ჰქონდათ ოფიციალური ნებართვები ქარხნის დირექციისგან, მაგრამ ჰქონდათ დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის აპარატიდან. ის დოკუმენტი ამბობდა, რომ ეს მანქანები უნდა დატვირთულიყო მოძველებული ტექნიკით, რომელიც დაექვემდებარება უტილიზაციას. მაგრამ რა იყო ეს მოძველებული ტექნიკა?
ეს იყო უნიკალური გერმანული სტანკები, რომლებიც დამონტაჟდა ქარხანაში ჯერ კიდევ 50-იან წლებში მანქანები, რომლებიც შეეძლოთ ისეთი ზუსტი დამუშავება, რომ მათი ანალოგები არ არსებობდა მთელ საბჭოთა კავშირში. ეს სტანკები არ იყო მოძველებული. ისინი იყო საუნჯე. და ისინი გაიტანეს ღამის სიბნელეში, გაიტანეს საზღვარზე, გაიტანეს თურქეთში, სადაც მათ გაყიდეს როგორც ლითონის ჯართი. ვინ მიიღო ფული ამ გაყიდვიდან? სად არის ეს ფული დღეს? და რატომ არავინ არ დაისაჯა ამ დანაშაულისთვის? დაცვის ყოფილი თანამშრომელი გვიყვება, რომ სიგუა იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ დაძაბულობაში. ის არ ენდობოდა არავის. მისი ოფისის კარი ყოველთვის იყო ჩაკეტილი. ის არ იღებდა ვიზიტორებს მოულოდნელად. ყოველი შეხვედრა უნდა დაგეგმილიყო დღეებით ადრე. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი. ყოველ კვირას გვიან საღამოს ოფისში შემოდიოდა ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა. ის არ იყო რეგისტრირებული ვიზიტორების სიაში. ის არ გადიოდა უსაფრთხოების შემოწმებას. ის უბრალოდ შემოდიოდა ისე, თითქოს ჰქონდა უფლება. დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდათ, ეს არის სპეციალური მრჩეველი. არ ჰკითხოთ კითხვები. ვინ იყო ეს ადამიანი? რას ურჩევდა ის პრემიერ-მინისტრს? და რატომ, როდესაც სიგუა გადადიოდა თანამდებობიდან 1993 წლის მე-6 აგვისტოს, ეს სპეციალური მრჩეველი გაქრა, თითქოს არასოდეს არსებულიყო? მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი დეტალი, რომელსაც ყოფილი დაცვის თანამშრომელი გვიზიარებს, არის ის, რაც მოხდა 1993 წლის ივლისში, ერთი თვით ადრე, ვიდრე სიგუა გადადგა. პრემიერ-მინისტრმა მოიწვია თავისი უახლოესი თანამშრომლები, არა მთელი კაბინეტი, არამედ მხოლოდ 5 ადამიანი, რომლებსაც ის ენდობოდა. შეხვედრა გაიმართა არა სამთავრობო შენობაში, არამედ ერთ-ერთ დაჩის სახლში თბილისის გარეუბანში. არ იყო ოქმი. არ იყო მდივნები. მხოლოდ 6 ადამიანი ოთახში. დაცვის თანამშრომელი იდგა კარის გარეთ და ისმენდა. ის ვერ გაიგო ყველა სიტყვა, მაგრამ გაიგო საკმარისი. სიგუა ამბობდა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ახლა დრო დადგა წასვლის. მაგრამ ისინი არ უნდა იპოვონ დოკუმენტები. რა დოკუმენტები? სად არიან ისინი დღეს? და ვინ არიან ისინი, ვისაც არ უნდა ეპოვათ ეს დოკუმენტები? ერთი კვირით ადრე, ვიდრე თენგიზ სიგუა ოფიციალურად გადადგებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, მას ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა ღამით, გაატარა 1 საათი პრეზიდენტის ოფისში, არა პრემიერის, არამედ პრეზიდენტის, რაც თავისთავად იყო უჩვეულო და გაფრინდა გამთენიისას მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ იმ საუბრის შემდეგ სიგუა გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. მთელი დღე ის არ საუბრობდა არავისთან. ის იჯდა თავის კაბინეტში, ფანჯრისკენ მიბრუნებული და უყურებდა ქალაქს. რა ეთქვა მას იმ ღამით? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, CIA-ის წარმომადგენელი, თუ ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი? ის ემისარი არ იყო მარტო. არქივებში, რომლებიც გაიხსნა ბოლო წლებში, აღმოჩნდა საინტერესო დეტალი. 1993 წლის ივლისში, თბილისის აეროპორტში დაფიქსირდა 2 პირადი თვითმფრინავის ჩამოსვლა ღამის საათებში. ორივე თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული ოფშორულ კომპანიებზე. ორივე თვითმფრინავი დარჩა აეროპორტში მხოლოდ რამდენიმე საათი. ორივე თვითმფრინავი გაფრინდა ცარიელი, არანაირი ტვირთის გარეშე, რაც იყო უჩვეულო, რადგან ჩვეულებრივ ასეთი ფრენები იყო კომერციული. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ 2 ფრენის შესახებ ინფორმაცია წაიშალა ოფიციალური ჟურნალებიდან. ვინმე არ უნდა იცოდა, რომ ეს თვითმფრინავები იყვნენ საქართველოში. ვინ იყო მათზე? რა მოიტანეს ისინი? ან რა წაიღეს ისინი? და რატომ ეს ინფორმაცია იყო ისეთი საიდუმლო, რომ მისი წაშლა იყო აუცილებელი? არსებობს თეორია, რომელიც არასოდეს დადასტურებულა, მაგრამ რომელიც მუდმივად ჩნდება, როდესაც საუბარია სიგუას პრემიერობაზე. ეს თეორია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი არ იყო უბრალოდ შედეგი არაკომპეტენტურობისა ან პოლიტიკური ქაოსისა. ეს იყო გეგმა. გეგმა, რომელიც შემუშავდა არა თბილისში, არამედ სხვაგან. გეგმა, რომლის მიზანი იყო საქართველოს გადაქცევა სუსტ, დამოუკიდებულ სახელმწიფოდ, რომელიც ვერ შეძლებდა დამოუკიდებელ პოლიტიკას. ამ თეორიის მიხედვით, სიგუა არ იყო უბრალოდ არაკომპეტენტური პრემიერი.
ის იყო ადამიანი, რომელმაც შეასრულა დავალება. დავალება, რომლისთვისაც მას დაპირდნენ დაცვას, ფულს და მშვიდობიან ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდებოდა. ეს თეორია ჟღერს როგორც შეთქმულება, მაგრამ რა თუ ის არის სიმართლე? რა თუ დოკუმენტები, რომლებიც დაიკარგა ხანძარში, სინამდვილეში არ დაიკარგა, არამედ დამალეს? რა თუ ის სპეციალური მრჩეველი, რომელიც ყოველ კვირას სტუმრობდა სიგუას, იყო არა მრჩეველი, არამედ კურატორი? ცოტა ადამიანი იცის, რომ თენგიზ სიგუა მიუხედავად იმისა, რომ იყო მეცნიერი და ტექნოკრატი, იყო ადამიანი, რომელიც ძალიან აინტერესებდა მისტიკა და ნიშნები. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ის ხშირად საუბრობდა სიზმრებზე, რომლებიც აწუხებდა მას. ერთ-ერთი ასეთი სიზმარი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად მეორდებოდა, იყო სიზმარი წყლის შესახებ. ის ხედავდა, როგორ დგას მდინარის პირას და უყურებს, როგორ მიედინება წყალი. მაგრამ წყალი არ იყო გამჭვირვალე, ის იყო შავი, სქელი, თითქოს ნავთი. და იმ წყალში ცურავდა რაღაცები, არა თევზები, არამედ ლითონის ნაწილები, სტანკების დეტალები, ქარხნების ნამსხვრევები. სიგუა ეუბნებოდა თავის ახლობლებს, ეს სიზმარი მეუბნება, რომ რაღაც დიდი იკარგება და მე ვერაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად. იყო თუ არა ეს სიზმარი უბრალოდ შფოთვის გამოხატულება? თუ ის იყო რაღაც მეტი, შინაგანი აღიარება იმისა, რომ ის თავად იყო ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ანადგურებდა ქვეყანას. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ სურათს, რომელიც არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. თენგიზ სიგუა არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელმაც მოიგო და დაკარგა ძალაუფლება. ის არ იყო უბრალოდ ტექნოკრატი, რომელმაც ვერ გაართვა თავი ეკონომიკურ კრიზისს. ის იყო ადამიანი, რომლის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ არ არის მიღებული. სად არის ფული, რომელიც მიღებული იქნა ქარხნების აღჭურვილობის გაყიდვიდან? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც ღამით სტუმრობდნენ მას? რა იყო იმ დოკუმენტებში, რომლებიც დაიკარგა? და რატომ 30 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ გადაწყვეტილებების შედეგებში, რომლებიც მიიღეს მაშინ? ეს არის ისტორია, რომელიც მოითხოვს პასუხებს. და ჩვენ დავიწყებთ მათ ძიებას. ბოლო წუთამდე მე ვიცოდი, რომ ყველაფერი იყო ტყუილი, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყოდი, ამბობს ყოფილი ინჟინერი რუსთავის მეტალურგიული კომბინატიდან, მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეებს. ამ ადამიანმა მუშაობა გაუწია ქარხანაში 25 წელი, იცოდა ყველა სტანკი, ყველა მანქანა, ყველა წარმოების ხაზი. მაგრამ 1992 წლის გაზაფხულზე მას უთხრეს, რომ ის უნდა მოემზადებინა ინვენტარიზაციისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი ინვენტარიზაცია. ეს იყო რაღაც სხვა. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ, არ იყვნენ ქარხნის თანამშრომლები. ისინი იყვნენ უცხოელები, რომლებიც საუბრობდნენ თურქულად და რუსულად. მათ ჰქონდათ სიები, დეტალური სიები იმ აღჭურვილობის შესახებ, რომელიც უნდა გატანილიყო უტილიზაციისთვის. მაგრამ როდესაც ინჟინერმა დაათვალიერა ეს სიები, მან დაინახა რაღაც, რამაც მისი სისხლი გააყინა. სიაში იყო არა მოძველებული აღჭურვილობა, არამედ საუკეთესო მანქანები, გერმანული სტანკები, რომლებიც შეეძლოთ მუშაობა კიდევ 20 წელი, შვეიცარიული ზუსტი ხელსაწყოები, საბჭოთა უნიკალური დანადგარები, რომლებიც არსებობდა მხოლოდ ორ ქარხანაში მთელ კავშირში. ვინ შეადგინა ეს სიები? როგორ იცოდნენ ამ უცხოელებმა, რომელი მანქანები იყო ყველაზე ღირებული? და რატომ, როდესაც ინჟინერმა სცადა პროტესტი, მას უთხრეს, თუ გინდა შენი ოჯახის უსაფრთხოება, უკეთესია დუმილი. ეს ინჟინერი დღეს საუბრობს პირველად 25 წლის განმავლობაში, რადგან მან გადაწყვიტა, რომ სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შიში. ის გვიყვება, როგორ ყოველ ღამე, დაახლოებით 2 საათზე, სპეციალური სატვირთო მანქანები შემოდიოდნენ ქარხნის ტერიტორიაზე. ისინი არ გადიოდნენ მთავარი კარიბჭიდან, სადაც იყო დაცვა და რეგისტრაცია. ისინი შემოდიოდნენ უკანა შესასვლელიდან, რომელიც ჩვეულებრივ იყო დახურული, მაგრამ იმ ღამეებში ყოველთვის იყო ღია. მანქანები დგებოდნენ კონკრეტულ ცეხებთან და მუშები, არა ქარხნის რეგულარული მუშები, არამედ სპეციალურად მოყვანილი ადამიანები იწყებდნენ დემონტაჟს. ისინი არ იყვნენ ფრთხილები. ისინი არ ინახავდნენ მანქანებს. ისინი უბრალოდ ჭრიდნენ, ანგრევდნენ, ტვირთავდნენ. ინჟინერი ერთხელ დაინახა, როგორ ჭრიდნენ უნიკალურ გერმანულ სტანკს, რომელიც შეეძლო ფოლადის დამუშავება ისეთი ზუსტით, რომ მისი ანალოგი არ არსებობდა მთელ საქართველოში. ისინი უბრალოდ ჭრიდნენ მას ნაწილებად, თითქოს ეს იყო ჩვეულებრივი ლითონის ნაგლეჯი. როდესაც ინჟინერმა ჰკითხა ბრიგადირს, რატომ ისინი ანგრევდნენ ასეთ ღირებულ აღჭურვილობას, ბრიგადირმა უპასუხა, ჩვენ ვასრულებთ ბრძანებას. ბრძანება მოდის ზემოდან.
ძალიან ზემოდან. რამდენად ზემოდან? პრემიერ-მინისტრის ოფისიდან? მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი დეტალი, რომელსაც ინჟინერი გვიზიარებს, არის ის, რაც მოხდა ერთ-ერთ ღამეს, როდესაც ის დარჩა ქარხანაში გვიან, რადგან ცდილობდა გადაერჩინა რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტაცია. ის იმალებოდა ერთ-ერთ საწყობში, როდესაც გაიგონა ხმები. ორი ადამიანი საუბრობდა რუსულად. ერთი მათგანი ამბობდა, ეს უკანასკნელი პარტიაა. შემდეგ კვირაში ყველაფერი უნდა იყოს გასუფთავებული. ისინი მოვლენ ახალი აღჭურვილობით, მაგრამ ეს იქნება ჩინური ნაგავი, რომელიც მუშაობს 6 თვეს და იშლება. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი საქმეა გავიტანოთ ის, რაც ღირს რაიმეს. მეორე ადამიანი იცინოდა და ამბობდა, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება ინდუსტრია. მათ სჭირდებათ ბაზარი. ბაზარი ჩვენი საქონლისთვის. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვისთვის მუშაობდნენ ისინი? და რატომ არავინ არ შეაჩერა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის დირექცია, ადგილობრივი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრის აპარატი ყველამ იცოდა რა ხდებოდა? ინჟინერი ასევე გვიყვება ერთ დეტალს, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა საჯარო. 1992 წლის მაისში ქარხნის დირექტორმა მოიწვია ყველა უფროსი ინჟინერი საიდუმლო შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართა არა ქარხნის შენობაში, არამედ ერთ-ერთ რესტორანში რუსთავის გარეუბანში. დირექტორი იყო ნერვიული, თითქოს არ ეძინა რამდენიმე ღამე. მან უთხრა ინჟინრებს, მე მივიღე ბრძანება თბილისიდან. ჩვენ უნდა შევამციროთ წარმოება 45%-ით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ 2000 მუშა. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ჩვენ ასევე უნდა ოპტიმიზაცია გავუკეთოთ აღჭურვილობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავყიდოთ ნახევარი ჩვენი მანქანებისა. ინჟინრები იყვნენ შოკში. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, მაგრამ როგორ ჩვენ შევძლებთ წარმოებას, თუ ჩვენ გავყიდით ჩვენს მანქანებს? დირექტორმა უპასუხა, ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. და თუ ჩვენ არ შევასრულებთ, ჩვენ ყველანი დავკარგავთ ჩვენს თანამდებობებს. ან რაღაც უარესს. რა იყო ეს რაღაც უარესი? ვის ემუქრებოდნენ? და ვინ იყო ის ძალა, რომელსაც შეეძლო ასეთი მუქარა? დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, ჩვენ ვხედავთ ჩრდილს იმისა, რაც ისოდესღაც იყო. ქარხანა, რომელიც ასაქმებდა 15,000 ადამიანს, დღეს ძლივს მუშაობს 10%-ით თავისი შესაძლებლობებისა. აღჭურვილობა, რომელიც გაიტანეს უტილიზაციისთვის, არასოდეს შეცვლილა. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სამუშაო, არასოდეს მიუღიათ კომპენსაცია. და ფული, რომელიც მიღებული იქნა იმ აღჭურვილობის გაყიდვიდან, არასოდეს შესულა სახელმწიფო ხაზინაში. სად არის ეს ფული? ვის ჯიბეებში დასრულდა ის? და რატომ 25 წლის შემდეგ არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულისთვის? ეს არის კითხვები, რომლებზეც ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხებს. 1992 წლის ზაფხულში თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა პაციენტი, რომლის სახელი არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ დოკუმენტებში. ის იყო მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან მაღალი, რომ მისი მკურნალობა ხდებოდა სპეციალურ პალატაში, სადაც წვდომა ჰქონდა მხოლოდ 2 ექიმს და 1 მედდას. პაციენტს ჰქონდა სიმპტომები, რომლებიც ექიმებს ძალიან შეაშფოთა: ძლიერი თავის ტკივილი, ვეცარი წონის დაკლება, ხელების კანკალი და რაღაც, რაც ყველაზე უჩვეულო იყო, პარანოია. პაციენტი მუდმივად ამბობდა, რომ მას ცდილობდნენ მოწამლას, რომ მის საკვებში ამატებდნენ რაღაცას, რომ მისი უახლოესი თანამშრომლები იყვნენ მოღალატეები. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური პრობლემა, სტრესის შედეგი. მაგრამ როდესაც ისინი ჩაატარეს ანალიზები, მათ აღმოაჩინეს რაღაც, რამაც მათი სისხლი გააყინა. პაციენტის ორგანიზმში იყო მძიმე მეტალების კვალი, არა დიდი რაოდენობით, არამედ საკმარისი, რომ გამოეწვია ქრონიკული მოწამლა. ვინ ამატებდა ამ ნივთიერებებს მის საკვებში? რამდენი ხნის განმავლობაში ეს ხდებოდა? და რატომ ექიმებს უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია იყოს სახელმწიფო საიდუმლოება და არ უნდა გაეხმაურებინათ არავისთვის? ერთ-ერთი იმ ექიმებიდან, რომელიც მკურნალობდა ამ პაციენტს, დღეს საუბრობს ანონიმურად, რადგან ის ჯერ კიდევ შიშობს შედეგებს. ის გვიყვება, რომ პაციენტი არ იყო უბრალოდ პარანოიდული, ის რეალურად იყო საფრთხეში. ექიმს ერთხელ მოუხდა დაეფიქსირებინა ინციდენტი, როდესაც პალატაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც სპეციალური კურიერი პრემიერ-მინისტრის აპარატიდან.
ამ ადამიანს ჰქონდა პაკეტი, რომელშიც, როგორც მან თქვა, იყო სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც გამოწერილი იყო პირადი ექიმის მიერ. მაგრამ პაციენტს არ ჰყავდა პირადი ექიმი, ის მკურნალობდა ჩვეულებრივ საავადმყოფოში. ექიმმა მოითხოვა დოკუმენტაცია ამ მედიკამენტების შესახებ, მაგრამ კურიერმა უთხრა, რომ ეს არის კონფიდენციალური საკითხი და დატოვა პაკეტი. ექიმმა გადაწყვიტა არ მისცეს ეს მედიკამენტები პაციენტს, სანამ არ შეამოწმებდა მათ. როდესაც ის გაგზავნა პაკეტი ლაბორატორიაში, ანალიზმა აჩვენა, რომ მედიკამენტები შეიცავდნენ ნივთიერებას, რომელიც შეეძლო გამოეწვია გულის შეტევა. ვინ გამოგზავნა ეს პაკეტი? ვინ იყო ის პირადი ექიმი? და რატომ, როდესაც ექიმმა სცადა ამის შესახებ ინფორმირება უფროსი ადმინისტრაციისა, მას უთხრეს არ ერიოთ პოლიტიკაში. პაციენტი დარჩა საავადმყოფოში 2 კვირა და იმ 2 კვირის განმავლობაში ის მუდმივად საუბრობდა თავის შიშებზე. ის ამბობდა ექიმს, ისინი მინდათ მომკლან, მაგრამ არა აქ, არა საავადმყოფოში. ისინი მინდათ, რომ ეს გამოიყურებოდეს როგორც ბუნებრივი სიკვდილი. ან უბედური შემთხვევა. ან თვითმკვლელობა. მაგრამ არასოდეს როგორც მკვლელობა. ექიმმა ჰკითხა, ვინ არიან ისინი, პაციენტმა უპასუხა, ადამიანები, რომლებსაც მე ვენდობოდი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემი მეგობრები. მაგრამ ახლა ისინი არიან ჩემი მტრები, რადგან მე ვიცი ძალიან ბევრი. მე ვიცი, სად არის ფული. მე ვიცი, ვინ მიიღო ფული. მე ვიცი, რა დოკუმენტები არსებობს. და ისინი იციან, რომ მე ვიცი. ექიმმა ჰკითხა, რატომ თქვენ არ ამბობთ ამას პოლიციას, პაციენტმა გაიცინა, წარე, უიმედო ღიმილი და უთხრა, რადგან პოლიცია მუშაობს მათთვის. ყველა მუშაობს მათთვის. გარდა შენისა, ექიმო. შენ ხარ ერთადერთი, ვინც ცდილობს ჩემს გადარჩენას. 2 კვირის შემდეგ პაციენტი გაწერეს საავადმყოფოდან. ექიმმა არასოდეს ნახა ის კვლავ. მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი ნაწილი ამ ისტორიისა არის ის, რაც მოხდა ექიმთან 6 თვის შემდეგ. ერთ დილას, როდესაც ის მივიდა სამუშაოდ, მას უთხრეს, რომ ის გადაყვანილი იყო სხვა განყოფილებაში, არა მაღალი თანამდებობის პირების პალატაში, არამედ ჩვეულებრივ ქირურგიულ განყოფილებაში. როდესაც ის ჰკითხა, რატომ, მას უთხრეს, რომ ეს იყო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება. მაგრამ ექიმმა იცოდა რეალური მიზეზი. ის იცოდა ძალიან ბევრი. ის ნახა დოკუმენტები, რომლებიც არ უნდა ენახა. ის გაიგონა საუბრები, რომლებიც არ უნდა გაეგონა. და ახლა ის იყო პოტენციური საფრთხე. მას არ მოკლეს, მაგრამ მას გააჩუმეს. გადაყვანა იყო გაფრთხილება, დუმილი, თუ გინდა შენი კარიერის შენარჩუნება. ექიმმა აირჩია დუმილი. 25 წლის განმავლობაში. მაგრამ დღეს, როდესაც ის არის პენსიაზე და აღარ აქვს რაიმე დასაკარგი, ის გადაწყვიტა ისაუბროს, რადგან ის თვლის, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე. ამ ისტორიის კონტექსტში ჩნდება კითხვა, ვინ იყო ის პაციენტი? ექიმმა არ დაასახელა სახელი, მაგრამ მან მოგცა საკმარისი დეტალები, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვარაუდის გაკეთება. პაციენტი იყო მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მუშაობდა პრემიერ-მინისტრის აპარატში. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცდომა კონფიდენციალურ დოკუმენტებზე. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა სად არის ფული. და ის იყო ადამიანი, რომელიც ეშინოდა, რომ მისი ყოფილი მეგობრები ცდილობდნენ მის მოკლას. ეს აღწერა შეესაბამება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ სიგუას გუნდში. ერთ-ერთი მათგანი, ფინანსური მრჩეველი, რომლის სახელიც დარჩება ანონიმური, გარდაიცვალა 1993 წლის დეკემბერში. ოფიციალური მიზეზი იყო გულის შეტევა. მაგრამ მისი ოჯახის წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის იყო ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არასოდეს ჰქონია გულის პრობლემები. იყო თუ არა ეს რეალურად გულის შეტევა? თუ ეს იყო რაღაც სხვა? 1992 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველო უკვე იყო სრულ ენერგეტიკულ კოლაფსში, მოხდა რაღაც, რაც ბევრმა ადამიანმა მიიჩნია როგორც ნიშანი ზეციდან. ერთ ღამეს, როდესაც მთელი თბილისი იყო სიბნელეში, ერთადერთი შენობა, რომელიც ნათდებოდა, იყო პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. ეს არ იყო უჩვეულო, მთავრობის შენობებს ყოველთვის ჰქონდათ ავტონომიური გენერატორები. მაგრამ ის, რაც იყო უჩვეულო, იყო ის, რომ იმ ღამეს რეზიდენციის ფანჯრებში ხალხი დაინახა ჩრდილებს, ბევრი ჩრდილი, ადამიანები, რომლებიც მოძრაობდნენ, რაღაცას ატარებდნენ, რაღაცას ტვირთავდნენ. მეზობლები, რომლებიც ცხოვრობდნენ რეზიდენციის მახლობლად, გაიგონეს მანქანების ხმა, არა ერთი ან 2 მანქანა, არამედ მთელი კოლონა.
მანქანები შემოდიოდნენ რეზიდენციის ეზოში, რჩებოდნენ რამდენიმე საათს და გადიოდნენ. ეს გრძელდებოდა მთელი ღამე. დილით, როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ისინი ნახეს, რომ რეზიდენციის ეზოში იყო ცარიელი ყუთები, პაკეტები, ქაღალდის ნამსხვრევები. რა ატარებდნენ იმ მანქანებში? სად მიდიოდნენ ისინი? და რატომ ეს ყველაფერი ხდებოდა ღამის სიბნელეში, როდესაც მთელი ქალაქი იყო ძილში? ერთ-ერთი იმ მეზობლებიდან ქალი, რომელიც მაშინ იყო 30 წლის, დღეს იხსენებს იმ ღამეს ძალიან კარგად. ის ამბობს, რომ მას არ ეძინა, რადგან მისი პატარა ბავშვი იყო ავად და ის სრუნავდა მასზე. დაახლოებით 3 საათზე ის გავიდა აივანზე ცოტა ჰაერის მისაღებად და დაინახა რაღაც, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი მანქანა, რომელიც გადიოდა რეზიდენციიდან, შეჩერდა ქუჩის კუთხეში, რადგან მძღოლს უნდა შეეცვალა საბურავი. მანქანის უკანა ნაწილი იყო დაფარული ბრეზენტით, მაგრამ ქარმა აფრიალა ბრეზენტი და ქალმა დაინახა, რა იყო შიგნით. ის იყო ყუთები, ბევრი ყუთები, ხის ყუთები, რომლებზეც იყო დაბეჭდილი რაღაც სიმბოლოები. ქალი არ იყო ექსპერტი, მაგრამ ის იცნობდა ამ სიმბოლოებს. ეს იყო სიმბოლოები, რომლებიც გამოიყენებოდა ბანკებში, როდესაც ატარებდნენ ფულს ან ღირებულ დოკუმენტებს. რატომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან გადიოდა მანქანები, რომლებიც ატარებდნენ ბანკის ყუთებს? სად მიდიოდნენ ეს ყუთები? და რა იყო მათში? ამ ისტორიას ადასტურებს კიდევ ერთი მოწმე, ყოფილი პოლიციელი, რომელიც იმ ღამეს მუშაობდა პატრულში. ის იხსენებს, რომ დაახლოებით 4 საათზე მას და მის პარტნიორს უბრძანეს შეეჩერებინათ ყველა მანქანა, რომელიც მოძრაობდა ცენტრალური გზით აეროპორტისკენ. ეს იყო უჩვეულო ბრძანება, რადგან ჩვეულებრივ პოლიცია არ აჩერებდა მანქანებს ღამის საათებში, თუ არ იყო კონკრეტული მიზეზი. მაგრამ როდესაც პოლიციელმა ჰკითხა დისპეტჩერს, რატომ ისინი უნდა აჩერებდნენ მანქანებს, მას უთხრეს, ეს არის ბრძანება ზემოდან. ძალიან ზემოდან. არ ჰკითხოთ კითხვები. პოლიციელები დადგნენ გზაზე და დაიწყეს მანქანების შეჩერება. მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მათ მიიღეს ახალი ბრძანება, გაათავისუფლეთ გზა. დაუყოვნებლივ. პოლიციელმა ჰკითხა, მაგრამ რატომ? დისპეტჩერმა უპასუხა, რადგან კოლონა მოდის. სპეციალური კოლონა. თქვენ არ უნდა შეაჩეროთ ისინი. თქვენ არც კი უნდა შეხედოთ მათ. რამდენიმე წუთში პოლიციელებმა დაინახეს კოლონა, 5 ან 6 მანქანა, რომლებიც მოძრაობდნენ დიდი სიჩქარით აეროპორტისკენ. მანქანები იყო მუქი, ფანჯრები იყო ტონირებული და ისინი არ ჩერდებოდნენ არც ერთ შუქნიშანზე. პოლიციელმა სცადა დაენახა სანომრე ნიშნები, მაგრამ მანქანებს არ ჰქონდათ ნომრები. ან ჰქონდათ ისეთი ნომრები, რომლებიც იყო დაფარული. ვინ იყო იმ მანქანებში? რა ატარებდნენ ისინი? და რატომ ისინი მიდიოდნენ აეროპორტში ღამის 4 საათზე? არსებობს თეორია, რომელიც დღემდე არ არის დადასტურებული, მაგრამ რომელიც ძალიან ხშირად ისმის, როდესაც ხალხი საუბრობს იმ პერიოდზე. ეს თეორია ამბობს, რომ 1992 წლის შემოდგომაზე, როდესაც უკვე ცხადი იყო, რომ სიგუას მთავრობა ვერ გაძლებდა დიდხანს, დაიწყო ევაკუაცია. არა ადამიანების ევაკუაცია, არამედ აქტივების ევაკუაცია. ფული, ოქრო, ღირებული დოკუმენტები, ბანკის ანგარიშების კოდები, ყველაფერი, რაც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც მტკიცებულება, ან როგორც რესურსი მომავალი ცხოვრებისთვის. ამ თეორიის მიხედვით იმ ღამეს, როდესაც მეზობლებმა დაინახეს მანქანები რეზიდენციის ეზოში, ხდებოდა სწორედ ეს აქტივების გატანა. და იმ მანქანებმა, რომლებიც მიდიოდნენ აეროპორტისკენ, წაიღეს ეს აქტივები სადღაც, შესაძლოა თურქეთში, შესაძლოა შვეიცარიაში, შესაძლოა კვიპროსზე. ადგილები, სადაც არ არსებობდა ექსტრადიცია, სადაც ფული შეეძლო დამალვა ოფშორულ ანგარიშებზე, სადაც დოკუმენტები შეეძლო შენახვა უსაფრთხო სეიფებში. ეს თეორია ჟღერს როგორც შეთქმულება, მაგრამ რამდენად შორს არის ის სიმართლისგან. რა თუ ის ადამიანები, რომლებმაც მართეს საქართველო იმ წლებში რეალურად ემზადებოდნენ არა ქვეყნის გადასარჩენად, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად. დღეს, როდესაც ჩვენ ვეძებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დარჩა 25 წლის განმავლობაში, ჩვენ ხვდებით კედელს. დოკუმენტების დაიკარგა. მოწმეები არ იხსენებენ. ანგარიშების დაიხურა. მაგრამ სიმართლე არ იკარგება. ის უბრალოდ იმალება. და ჩვენი დავალება ავიპოვოთ ის, გამოვიტანოთ ის შუქზე და მივცეთ ქართულ ხალხს ის, რაც მათ იმსახურებენ, პასუხები. პასუხები იმაზე, რა მოხდა მათ ქვეყანას. პასუხები იმაზე, ვინ იყო პასუხისმგებელი. და პასუხები იმაზე, სად არის ის ყველაფერი, რაც ჩამოართვეს მათ, ქარხნები, აღჭურვილობა, ფული, მომავალი.
ეს არის ისტორია, რომელიც მოითხოვს სამართლიანობას. და ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ არ მივიღებთ მას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი თენგიზ სიგუას შესახებ, ყველა საიდუმლო შეთანხმება, ყველა ფინანსური ოპერაცია, ყველა დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცოდით, სად მიდიოდა ფული ქარხნების დემონტაჟიდან, ვინ იღებდა პროცენტებს თურქულ კომპანიებთან გარიგებებიდან, რომელი ოფშორული ანგარიშები იყო გახსნილი კვიპროსზე და შვეიცარიაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 1993 წლის ივლისში, როდესაც ქვეყანა იყო ქაოსში და ხალხი მოითხოვდა პასუხებს, თქვენ უნდა აგერჩიათ, შეინარჩუნოთ ერთგულება ადამიანისადმი, რომელიც კარგავდა ყველაფერს, თუ გადაერჩინათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი. 22 ივლისს ამ 12 ადამიანმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი უღალატოთ თავიანთ უფროსს? იყო თუ არა ეს მხოლოდ შიში საკუთარი სიცოცხლისთვის, თუ რაღაც უფრო რთული გარიგება, რომელიც უზრუნველყოფდა მათ მომავალს იმ ახალ სამყაროში, რომელიც დგებოდა ძველის ნანგრევებზე? ერთ-ერთი იმ 12-დან ადამიანი, რომელიც მუშაობდა პრემიერ-მინისტრის აპარატში როგორც ფინანსური მრჩეველი, დღეს საუბრობს პირველად 60 წლის განმავლობაში. მისი სახელი დარჩება ანონიმური, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გავიდა 10 წლეულები, ის ჯერ კიდევ შიშობს. ის იხსენებს, როგორ 1993 წლის ივნისში სიგუამ მოიწვია თავისი უახლოესი თანამშრომლების საიდუმლო შეხვედრაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა სამთავრობო შენობაში. ეს იყო შეხვედრა ერთ-ერთ კერძო რეზიდენციაში თბილისის გარეუბანში სახლში, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნოდა ერთ-ერთ ბიზნესმენს, მაგრამ რომელიც რეალურად გამოიყენებოდა როგორც საიდუმლო შეხვედრების ადგილი. შეხვედრაზე იყო მხოლოდ 12 ადამიანი, არა მთელი კაბინეტი, არა მინისტრები, არამედ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი. სიგუა იყო დაღლილი, მისი სახე იყო ნაცრისფერი, მისი ხელები ოდნავ კანკალებდა, როდესაც ის ასხამდა თავისთვის წყალს. ის დაიწყო საუბარი ისე, თითქოს ამბობდა ჩვეულებრივ ამინდის შესახებ, მაგრამ მისი სიტყვები იყო შემაძრწუნებელი, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა ამ ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. ზოგიერთმა ადამიანმა გაიგო, ზოგიერთმა არა. მაგრამ ახლა დრო დადგა, რომ ჩვენ დავიცვათ ის, რაც გავაკეთეთ. დავიცვათ არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ მომავლისთვის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ფინანსური მრჩეველი გვიყვება, რომ იმ შეხვედრაზე სიგუამ განუმარტა მათ, რომ მთავრობა ვერ გაძლებდა დიდხანს. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც უკვე იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, აგროვებდა ძალას და ემზადებოდა სრული კონტროლის აღებისთვის. ძველი გვარდია, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგული ზვიად გამსახურდიას იდეებისთვის, ეძებდნენ ბრალეულებს ეკონომიკური კატასტროფისთვის. და ყველაზე მარტივი სამიზნე იყო სწორედ სიგუას გუნდი, ტექნოკრატები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ პასუხისმგებელნი ეკონომიკურ პოლიტიკაზე. სიგუამ უთხრა მათ, ისინი მოვლენ ჩვენთვის. ისინი მოითხოვენ დოკუმენტებს, ანგარიშებს, ახსნა-განმარტებებს. და თუ ისინი იპოვიან ის, რასაც ეძებენ, ჩვენ ყველანი დავსრულდებით ციხეში. ანუ არ ეს. მან გააკეთა პაუზა, შეხედა თითოეულ მათგანს თვალებში და თქვა, მაგრამ არსებობს გზა. გზა, რომელიც დაიცავს ჩვენ ყველას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ზოგიერთი დოკუმენტი აღარასოდეს იქნება ნაპოვნი. და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი და იგივე ვერსია მოსალოდნელი კითხვების პასუხებისთვის. რა იყო ეს ერთი და იგივე ვერსია? რა დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო? და რატომ ამ 12 ადამიანმა დათანხმდა ამ გეგმას? ფინანსური მრჩეველი ამბობს, რომ იმ შეხვედრის შემდეგ მათ მიეცათ კონკრეტული დავალებები. ზოგიერთმა უნდა გაეტანა დოკუმენტები სამთავრობო შენობიდან და გადაეცვა ისინი. ზოგიერთმა უნდა დაეკავშირებინა ბანკებთან და დაეხურა გარკვეული ანგარიშები. ზოგიერთმა უნდა დაეკავშირებინა უცხოელ პარტნიორებთან და გაეფრთხილებინა ისინი, რომ ყველა ოფიციალური კონტრაქტი უნდა გადაფორმებულიყო ისე, რომ არ ჩანდეს კავშირი პრემიერ-მინისტრის აპარატთან. მრჩეველი თავად იყო პასუხისმგებელი ფინანსურ დოკუმენტებზე. მას უნდა აეღო ყველა ფაილი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ქარხნების აღჭურვილობის გაყიდვის შესახებ, ყველა ხელშეკრულება თურქულ კომპანიებთან, ყველა ანგარიში ოფშორული ტრანზაქციების შესახებ. ის იხსენებს, როგორ ერთ ღამეს, როდესაც მთელი შენობა იყო ცარიელი, ის შევიდა არქივში და დაიწყო დოკუმენტების შეგროვება. ის არ იყენებდა ელექტრონულ სისტემას, რადგან ყველაფერი რეგისტრირდებოდა. ის უბრალოდ იღებდა ფაილებს ხელით, დებდა მათ დიდ ჩანთებში და გადიოდა უკანა გასასვლელიდან, სადაც არ იყო კამერები. მან გაიტანა 4 დიდი ჩანთა სავსე დოკუმენტებით. შემდეგ ის წავიდა ერთ-ერთ კერძო სახლში, სადაც უკვე ელოდნენ სხვა 2 ადამიანი.
ისინი გააკეთეს ცეცხლი ეზოში და დაიწყეს დოკუმენტების წვა. ეს გრძელდებოდა მთელი ღამე. მრჩეველი ამბობს, მე ვუყურებდი, როგორ იცვლოდა ის ქაღალდები და ვფიქრობდი, ეს არის ჩემი ქვეყნის ისტორია, რომელიც იქცევა ფერფლად. მაგრამ მე არ შემეძლო გაჩერება. რადგან თუ მე არ დავწვავდი მათ, ისინი დაწვავდნენ ჩემს. მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი დეტალი, რომელსაც მრჩეველი გვიზიარებს, არის ის, რაც მოხდა იმ ღამის ბოლოს, როდესაც ყველა დოკუმენტი უკვე იყო დაწვული. სიგუა გამოჩნდა იმ სახლში, არავინ არ ელოდა მას, მაგრამ ის მოვიდა. ის იდგა ეზოში, უყურებდა კვამს, რომელიც ამოდიოდა ფერფლისგან და ამბობდა რაღაცას ჩუმად, თითქოს ლოცულობდა. მრჩეველმა მიუახლოვდა მას და ჰკითხა, ყველაფერი კარგად არის? სიგუამ შეხედა მას და უთხრა, არაფერი არ არის კარგად. მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა. ისტორია გვიმსჯელებს, მაგრამ ჩვენ აღარ ვიქნებით აქ, როდესაც ის გამოიტანს განაჩენს. მრჩეველმა ჰკითხა, თქვენ ნანობთ? სიგუამ გააკეთა გრძელი პაუზა და უპასუხა, მე ვნანობ ბევრ რამეს. მაგრამ არა ამას. რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, რომ საქართველო გადარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ზოგჯერ რომ გადაარჩინო ერთი რამ, უნდა გაწიროს სხვა რამ. ჩვენ გავწირეთ ეკონომიკა, რომ გადაგვერჩინა სახელმწიფო. ეს იყო სიმართლე. თუ ეს იყო გამართლება. და რა თქმა უნდა, კითხვა რჩება, ვის სჭირდებოდა საქართველოს ეკონომიკის გაწირვა? ვის სარგებლობდა ეს? და რატომ სწორედ სიგუა იყო ადამიანი, რომელმაც უნდა შეესრულებინა ეს როლი? უსაფრთხოების სამსახურის არქივებში, რომლებიც გაიხსნა 2015 წელს, აღმოაჩინეს საქაღალდე, რომელსაც ჰქონდა კოდური აღნიშვნა, ობიექტი ნომერი 44. ეს საქაღალდე შეიცავდა დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს უნდა ყოფილიყო საჯარო. მასში იყო სამედიცინო ანგარიშები, ფსიქოლოგიური შეფასებები, ფარმაცევტული რეცეპტები და რაღაც, რაც ყველაზე საინტერესოა, დეტალური ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა ერთი მაღალი თანამდებობის პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა 1992 წლის განმავლობაში. ობიექტი ნომერი 44 იყო თენგიზ სიგუა. და ეს დოკუმენტები ავლენს სურათს, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ საჯარო იმიჯისგან, რომელიც მას ჰქონდა როგორც მშვიდ, რაციონალურ ტექნოკრატს. რეალურად სიგუა იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ შიშში, ადამიანი, რომლის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა, ადამიანი, რომელიც ეყრდნობოდა მედიკამენტებს, რომ შეენარჩუნებინა ფუნქციონირების უნარი. რა ამბობენ ეს დოკუმენტები ჩვენთვის იმის შესახებ, თუ ვინ რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს იმ კრიტიკულ თვეებში? და რა თქმა უნდა, ვინ იცოდა ამ დოკუმენტების შესახებ და იყენებდა ამ ინფორმაციას საკუთარი მიზნებისთვის? ერთ-ერთი იმ ექიმებიდან, რომელიც მკურნალობდა სიგუას 1992 წელს, დღეს საუბრობს ანონიმურად და გვიზიარებს დეტალებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა საჯარო. ის იხსენებს, როგორ პირველად შეხვდა სიგუას 1992 წლის თებერვალში, როდესაც პრემიერ-მინისტრს გამოუძახეს საავადმყოფოში საიდუმლო კონსულტაციისთვის. სიგუა ჩამოვიდა არა ოფიციალური მანქანით, არამედ ჩვეულებრივი ტაქსით, შემოვიდა უკანა შესასვლელიდან და ითხოვა, რომ არავინ იცოდეს მის ვიზიტზე. ექიმმა დაინახა ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა ბევრად უფრო ასაკოვანი, ვიდრე მისი რეალური წლები. სიგუას ჰქონდა ძლიერი წონის დაკლება, მისი კანი იყო ნაცრისფერი, მისი ხელები კანკალებდა, როდესაც ის ცდილობდა ფორმების შევსებას. ექიმმა ჰკითხა, რა გაწუხებთ? სიგუამ უპასუხა, ყველაფერი. თავის ტკივილი, რომელიც არ მშვებს. ძილის პრობლემები, მე ვძინავ მაქსიმუმ 2-3 საათს ღამეში. გულისცემა, რომელიც ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ მგონია, რომ გული გამომივარდება მკერდიდან. და რაღაც სხვა, რაზეც არ მინდა საუბარი, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაშინებს შიში. მუდმივი შიში, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ექიმმა ჩაატარა სრული გამოკვლევა და აღმოაჩინა, რომ სიგუას ჰქონდა მთელი რიგი პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა, გულის არითმია, კუჭის წყლული და რაღაც, რაც ექიმმა მიიჩნია როგორც ქრონიკული სტრესის სინდრომი. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც სიგუამ უთხრა მას, როდესაც ექიმმა ჰკითხა მის ყოველდღიურ რეჟიმზე. სიგუამ ამოიღო პატარა ჩანთა თავისი ჯიბიდან და გამოაცალა მასზე მთელი არსენალი მედიკამენტებისა, აბები გულისთვის, აბები წნევისთვის, აბები ძილისთვის, აბები ტკივილისთვის, აბები შფოთვისთვის. ექიმმა დათვალა, იყო 15-ზე მეტი სხვადასხვა მედიკამენტი. ის ჰკითხა, ვინ გიწერთ ამ ყველაფერს? სიგუამ უპასუხა, სხვადასხვა ექიმები. ზოგი თბილისში, ზოგი მოსკოვში, ზოგი არ მახსოვს სად. მე უბრალოდ ვიღებ მათ, როდესაც მჭირდება. ზოგჯერ ვიღებ 2-ჯერ მეტს, ვიდრე დაწერილია, რადგან სხვაგვარად არ მუშაობს. ექიმმა იყო შოკში.
ის უთხრა სიგუას, თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული ერთად. ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. თქვენ აზიანებთ თქვენს ორგანიზმს. სიგუამ გაიცინა, წარე, დაღლილი ღიმილი და უთხრა, ექიმო, ჩემი ორგანიზმი უკვე დაზიანებულია. ეს აბები არის ერთადერთი, რაც მაძლევს საშუალებას გავაგრძელო. გარეშე მათისა მე ვერ შევძლებ ფუნქციონირებას. და თუ მე ვერ ვფუნქციონირებ, მთელი ეს სისტემა ჩამოიხლება. ექიმმა დაწერა რეცეპტები უფრო უსაფრთხო მედიკამენტებისთვის და სთხოვა სიგუას, რომ დაბრუნებულიყო კონტროლისთვის 2 კვირის შემდეგ. მაგრამ სიგუა არასოდეს დაბრუნებულა. ექიმმა სცადა დაკავშირება მასთან, მაგრამ მას უთხრეს, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან დაკავებულია. შემდეგ 1993 წლის აგვისტოში, როდესაც სიგუა უკვე გადადგა თანამდებობიდან, ექიმმა შემთხვევით შეხვდა მას ქუჩაში. სიგუა გამოიყურებოდა კიდევ უფრო ცუდად, ის იყო თითქმის ჩონჩხი, მისი თვალები იყო ჩაფლული, მისი ხელები კანკალებდა ისე ძლიერად, რომ მას ძლივს შეეძლო სიგარეტის დანთება. ექიმმა ჰკითხა, როგორ ხართ? სიგუამ უპასუხა, მე ვცოცხლობ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა. მე ვცოცხლობ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი მინდოდა, რომ მე აღარ მეცოცხლა. ექიმმა სთხოვა მას, რომ დაბრუნებულიყო საავადმყოფოში, მაგრამ სიგუამ უარი თქვა. ის თქვა, ექიმები ვერაფერს დამეხმარებიან. ჩემი პრობლემა არ არის სამედიცინო. ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვიცი ძალიან ბევრი. და ადამიანები, რომლებიც არ მინდათ, რომ მე ვიცოდე ეს, ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ მე არასოდეს ვისაუბრებ. ექიმმა შემდეგ წლებში ხშირად ფიქრობდა იმ შეხვედრებზე სიგუასთან. ის ფიქრობდა, რა იყო ის, რაც ასე აზიანებდა ამ ადამიანს. იყო თუ არა ეს მხოლოდ სტრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან. თუ იყო რაღაც უფრო ღრმა, შინაგანი კონფლიქტი ადამიანისა, რომელმაც იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილებები აზიანებდა მილიონობით ადამიანს, მაგრამ რომელიც ვერ შეეძლო გაჩერება, რადგან ის იყო ნაწილი უფრო დიდი თამაშისა. ექიმმა ასევე ფიქრობდა იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც სიგუა იღებდა. ზოგიერთი მათგანი იყო ძალიან ძლიერი ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებიც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღების უნარზე, შეეძლოთ გამოეწვიათ პარანოია, შეეძლოთ შეეცვალათ ადამიანის აღქმა რეალობისა. რა თუ სიგუა, როდესაც ის იღებდა ამ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს ქვეყნის ეკონომიკის შესახებ, არ იყო სრულად კონტროლში თავისი გონებისა? რა თუ ის იყო მანიპულირებული არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ, არამედ ასევე ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც მიედინებოდა მის სისხლში? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს, მაგრამ რომელიც აიძულებს ჩვენ გადავფასოთ ყველაფერი, რასაც ვიცით იმ პერიოდის შესახებ. თბილისის ცენტრალური არქივის სარდაფში, სადაც ინახება დოკუმენტები 1990-იანი და 90-იანი წლებიდან, არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელსაც უწოდებენ შეზღუდული წვდომის ფონდი. ამ განყოფილებაში ინახება დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურად არის დახურული საჯაროობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზების გამო. მაგრამ რეალურად ბევრი ამ დოკუმენტებიდან არის დახურული არა იმიტომ, რომ ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეიცავენ სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ მართეს საქართველო იმ კრიტიკულ წლებში, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, ვინ იღებდა ფულს და სად წავიდა ის ყველაფერი, რაც ჩამოართვეს ქართულ ხალხს. 2021 წელს ერთ-ერთმა ისტორიკოსმა, რომელიც მუშაობდა დოქტორის დისერტაციაზე იმ პერიოდის შესახებ, მიიღო სპეციალური ნებართვა შესვლისთვის ამ განყოფილებაში. ის, რაც მან იპოვა იქ, შეცვალა მისი გაგება იმ მოვლენებისა. ის იპოვა საქაღალდე, რომელსაც ეწერა პრემიერ-მინისტრის აპარატი, კონფიდენციალური კორესპონდენცია 1992-93. და იმ საქაღალდში იყო წერილები, მემორანდუმები, ანგარიშები, რომლებიც ავლენდნენ სურათს, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯარო. ისტორიკოსი, რომელიც დღეს საუბრობს ანონიმურად, რადგან მას ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც ის სცადა ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, გვიყვება, რომ იმ საქაღალდში იყო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი არ იყო უბრალოდ შედეგი არაკომპეტენტურობისა ან პოლიტიკური ქაოსისა. ეს იყო გეგმა, დეტალური, კარგად კოორდინირებული გეგმა, რომელიც შემუშავდა არა თბილისში, არამედ სხვაგან. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც განსაკუთრებით შეაშფოთა ისტორიკოსს, იყო მემორანდუმი, დათარიღებული 1992 წლის იანვრით, რომელიც გაგზავნილი იყო პრემიერ-მინისტრის აპარატში უცხოური საკონსულტაციო ფირმიდან.
ამ მემორანდუმში იყო რეკომენდაციები ეკონომიკური რეფორმებისთვის, მაგრამ ეს რეკომენდაციები რეალურად იყო ინსტრუქციები, როგორ შეამციროთ სახელმწიფო საწარმოების წარმოება, როგორ გაყიდოთ აღჭურვილობა ოპტიმიზაციის სახელით, როგორ დახუროთ ქარხნები რესტრუქტურიზაციის საბაბით. მემორანდუმში ასევე იყო კონკრეტული სახელები თურქული და ევროპული კომპანიებისა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ შესყიდვაში საქართველოს ინდუსტრიული აქტივებისა. ვინ იყო ეს საკონსულტაციო ფირმა? ვინ დაიქირავა ისინი? და რატომ მათი რეკომენდაციები იყო ისეთი დეტალური, თითქოს ისინი უკვე იცოდნენ ზუსტად, რა უნდა მომხდარიყო. ისტორიკოსმა იპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც იყო კიდევ უფრო შემაძრწუნებელი. ეს იყო წერილი დათარიღებული 1992 წლის მარტით, რომელიც გაგზავნილი იყო სიგუას მიერ ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორთან. წერილში სიგუა წერდა, ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია თქვენს მემორანდუმში. წარმოება შემცირებულია და გეგმილი პროცენტით. აღჭურვილობის გაყიდვა მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით. თუმცა ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობას ადგილობრივი მენეჯმენტის მხრიდან, რომლებიც არ ესმით ამ პროცესის აუცილებლობა. ჩვენ მუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. ისტორიკოსი იყო შოკში. ეს წერილი ნიშნავდა, რომ სიგუა არ იყო უბრალოდ არაკომპეტენტური პრემიერი, რომელიც ვერ გაართვა თავი კრიზისს. ის იყო ადამიანი, რომელიც აქტიურად ახორციელებდა გეგმას, რომელიც შემუშავდა სხვების მიერ, გეგმას, რომლის მიზანი იყო საქართველოს ინდუსტრიის განადგურება. მაგრამ რატომ? რა იყო ამ გეგმის რეალური მიზანი? და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც დგანან ამ გეგმის უკან? ისტორიკოსმა ასევე იპოვა დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა ფინანსურ ტრანზაქციებს. ერთ-ერთი დოკუმენტი იყო ბანკის ანგარიში, რომელიც აჩვენებდა, რომ 1992 წლის აპრილსა და ივლისს შორის პრემიერ-მინისტრის აპარატის სპეციალური ანგარიშიდან გადაირიცხა დიდი თანხები, არა საქართველოს ბანკებში, არამედ უცხოურ ბანკებში კვიპროსზე და შვეიცარიაში. ამ ტრანზაქციების აღწერაში იყო ნათქვამი საკონსულტაციო მომსახურება, მაგრამ თანხები იყო ისეთი დიდი, რომ ისტორიკოსმა დაიწყო ეჭვი, რა სახის საკონსულტაციო მომსახურება შეეძლო ღირებულიყო ასეთი ფული. ის სადა გაეგო, ვის ეკუთვნოდა ის ანგარიშები, სადაც გადაირიცხა ფული, მაგრამ ყველა ანგარიში იყო რეგისტრირებული ოფშორულ კომპანიებზე, რომელთა რეალური მფლობელები იყო დამალული. ისტორიკოსმა მიმართა ერთ-ერთ საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიების ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია ოფშორული სქემების გამოძიებაში. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ მას ინფორმაციით, რომელმაც დაადასტურა მისი ყველაზე უარესი ეჭვი. ამ ოფშორული კომპანიების უკან იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებულნი სიგუას გუნდთან. ეს ნიშნავდა, რომ ფული, რომელიც გადაიხდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის, რეალურად იყო საკომისიო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახორციელებდნენ გეგმას საქართველოს ეკონომიკის განადგურებისა. ისტორიკოსმა სცადა გამოექვეყნებინა თავისი აღმოჩენები. ის დაწერა სტატია, რომელშიც დეტალურად აღწერა ყველა დოკუმენტი, რომელიც მან იპოვა. მაგრამ როდესაც ის გაგზავნა ეს სტატია რამდენიმე საქართველოს გაზეთში, ყველამ უარი თქვა მის გამოქვეყნებაზე. ერთ-ერთმა რედაქტორმა უთხრა მას, ეს არის ძალიან საშიში მასალა. თუ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამას, ჩვენ მოვიზიდავთ ყურადღებას ადამიანებისა, რომლებიც არ მინდათ ყურადღება. ისტორიკოსმა სცადა გამოეგზავნა სტატია საერთაშორისო გამოცემებში, მაგრამ იქაც მან მიიღო უარი, არა იმიტომ, რომ სტატია არ იყო საინტერესო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავადასტურებთ ამ დოკუმენტების ავთენტურობას. ისტორიკოსი იყო იმედგაცრუებული. ის ფლობდა მტკიცებულებებს, მაგრამ არავინ არ უნდოდა მათი გამოქვეყნება. შემდეგ ერთ დღეს მას მოუვიდა ტელეფონის ზარი. ხმა მეორე მხარეს იყო უცნობი, მაგრამ მესიჯი იყო ძალიან ცხადი, შეწყვიტე ამ თემაზე მუშაობა. შენ არ იცი ვისთან გაქვს საქმე. თუ გააგრძელებ, შენ და შენი ოჯახი იქნებით საფრთხეში. ისტორიკოსმა მიიღო ეს გაფრთხილება სერიოზულად. ის შეწყვიტა მუშაობა თავის დისერტაციაზე. ის დაბრუნდა არქივში და დააბრუნა ყველა დოკუმენტი. მაგრამ ის გააკეთა ერთი რამ, ის გააკეთა ასლები. ციფრული ასლები, რომლებიც ის შეინახა დაშიფრულ ფაილებში. და დღეს, 10 წლის შემდეგ, როდესაც ის თვლის, რომ დრო დადგა, ის ზიარებს ამ დოკუმენტებს ჩვენთან. ეს დოკუმენტები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა 1990-იან წლებში არ იყო უბრალოდ ტრაგედია. ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა არაერთი ადამიანის მიერ, არამედ მთელი ქსელის, რომელიც მოიცავდა ადგილობრივ პოლიტიკოსებს, უცხოელ მრჩევლებს, ბიზნესმენებს, რომლებიც ეძებდნენ სწრაფ მოგებას.
თენგიზ სიგუა იყო ნაწილი ამ ქსელისა, შესაძლოა არა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ნაწილი. ის იყო ადამიანი, რომელმაც შეასრულა როლი, რომელიც მას მიენიჭა. და როდესაც ეს როლი დასრულდა, როდესაც ის აღარ იყო საჭირო, ის გადადგა და გაქრა საჯარო ცხოვრებიდან. ის გარდაიცვალა 2020 წელს და მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ის იყო ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც ცდილობდა საუკეთესოს, მაგრამ ვერ შეძლო. მაგრამ ეს დოკუმენტები გვიჩვენებენ სხვა სურათს. ისინი გვიჩვენებენ ადამიანს, რომელმაც იცოდა ზუსტად რას აკეთებდა, ადამიანს, რომელიც მუშაობდა არა საქართველოს ინტერესებისთვის, არამედ სხვა ინტერესებისთვის. და კითხვა, რომელიც რჩება, არის რატომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სრული სიმართლე? რატომ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არის დახურული? და რატომ არავინ არ არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი ხალხის წინააღმდეგ? პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო თენგიზ სიგუას პირად უსაფრთხოებაზე მისი მეორე პრემიერობის დროს, თანახმა გახდა საუბრისა კამერების წინაშე და გაგვიზიარა ის, რაც მან ნახა ბოლო კვირებში. ეს სიტყვები ჟღერს ნაცნობად, მაგრამ ის, რასაც ეს ადამიანი გვიამბობს დღეს, არის ბევრად უფრო შემაძრწუნებელი, ვიდრე ყველაფერი, რაც ადრე გამჟღავნდა. ის გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯარო, ისტორიას პირველი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ჩატარდა სიგუასთან 1900. 93 წლის ივლისში, ერთი თვით ადრე, ვიდრე ის გადადგებოდა. ეს ინტერვიუ არასოდეს გამოქვეყნებულა. ჩანაწერი დაიკარგა. მაგრამ დაცვის თანამშრომელი იყო იქ, ოთახში და ის იხსენებს ყველაფერს. ჟურნალისტი, რომელიც ჩამოვიდა იმ დღეს, არ იყო ქართველი, ის იყო უცხოელი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ დიდ ევროპულ გაზეთში. ის ჰკითხავდა კითხვებს, რომლებიც არავის ჰკითხავს, კითხვებს ქარხნების აღჭურვილობის გაყიდვის შესახებ, კითხვებს ოფშორული ანგარიშების შესახებ, კითხვებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რეალურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. სიგუა პასუხობდა ფრთხილად, აწონდა-წონებულად, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა დაინახა რაღაც მის თვალებში შიში. არა შიში ჟურნალისტისგან, არამედ შიში იმისგან, რაც მოხდებოდა, თუ ეს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტი წავიდა, სიგუამ დარეკა ერთ-ერთ ნომერზე, არა ოფიციალურ სამთავრობო ხაზზე, არამედ პირად მობილურზე. დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიგონა მთელი საუბარი, მაგრამ გაიგონა საკმარისი. სიგუა ამბობდა, ის იცის ძალიან ბევრი. ის ჰკითხავდა კითხვებს, რომლებზეც არავინ არ უნდა იცოდეს პასუხები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მასალა არასოდეს გამოჩნდება. მეორე მხარეს ვიღაც რაღაცას ამბობდა და სიგუა პასუხობდა, არა ასე. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალა. ეს მოიზიდავს ძალიან ბევრ ყურადღებას. უნდა იყოს სხვა გზა. შესაძლოა ფული. შესაძლოა მუქარა. მაგრამ არა ძალა. რა იყო ის სხვა გზა? გამოიყენეს თუ არა ისინი მას? და რა მოხდა იმ ჟურნალისტს, რომელმაც ჩაატარა ეს ინტერვიუ? დაცვის თანამშრომელმა შემდეგ წლებში სცადა იპოვოს ინფორმაცია ამ ჟურნალისტის შესახებ. ის იპოვა მხოლოდ ერთი ფაქტი, ჟურნალისტი დაბრუნდა თავის ქვეყანაში 2 კვირის შემდეგ და არასოდეს აღარ დაწერა არაფერი საქართველოს შესახებ. როდესაც ერთ-ერთმა კოლეგამ ჰკითხა მას რატომ, ის უბრალოდ უთხრა, ზოგიერთი ისტორია არ ღირს რისკს. მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი დეტალი, რომელსაც დაცვის თანამშრომელი გვიზიარებს, არის ის, რაც მოხდა იმ ღამეს, ინტერვიუს შემდეგ. დაახლოებით 11 საათზე, როდესაც სიგუა უკვე იყო თავის რეზიდენციაში, მოვიდა ვიზიტორი. ეს არ იყო დაგეგმილი ვიზიტი. ეს არ იყო რეგისტრირებული ვიზიტორების სიაში. მაგრამ დაცვის თანამშრომლებს უთხრეს გაუშვით ის. ეს არის სპეციალური სტუმარი. ვიზიტორი იყო ადამიანი, რომელსაც დაცვის თანამშრომელი არასოდეს ნახა ადრე საშუალო ასაკის, კარგად ჩაცმული, რომელიც საუბრობდა ქართულად აქცენტით, რომელიც შეეძლო იყოს რუსული ან თურქული. ის შევიდა სიგუას კაბინეტში და დარჩა იქ 2 საათი. დაცვის თანამშრომელი იდგა კარის გარეთ და ცდილობდა მოესმინა, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ჩუმად. მხოლოდ ერთხელ ხმა აიმაღლა, ეს იყო სიგუას ხმა, და ის ამბობდა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც თქვენ მთხოვეთ. მე გავყიდე ქარხნები. მე დავხურე საწარმოები. მე გავაგზავნე ფული იქ, სადაც თქვენ მითხარით. რა სხვა გინდათ ჩემგან? მეორე ადამიანის ხმა იყო მშვიდი, თითქმის მშვიდი, როდესაც ის პასუხობდა, ჩვენ გვინდა დარწმუნება. დარწმუნება, რომ თქვენ არასოდეს ისაუბრებთ. დარწმუნება, რომ თქვენ წაშლით ყველა კვალს. დარწმუნება, რომ თქვენ გახდებით უხილავი. ვინ იყო ეს ადამიანი? რა ორგანიზაციას წარმოადგენდა ის?
და რა იყო ის დარწმუნება, რომელიც მათ სჭირდებოდათ? დაცვის თანამშრომელი ასევე გვიყვება, რომ იმ ღამის შემდეგ სიგვა შეიცვალა. ის გახდა კიდევ უფრო დახურული, კიდევ უფრო პარანოიდული. ის აღარ ენდობოდა არავის, არც თავის უახლოეს თანამშრომლებს, არც თავის ოჯახის წევრებს. ის იწყებდა ყოველ დღეს იმით, რომ ამოწმებდა თავის ოფისს, ეძებდა მოსმენის მოწყობილობებს, ფარულ კამერებს. ის არ იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო დალუქული პაკეტებში. ის არ სვამდა წყალს, რომელიც არ იყო ბოთლში, რომელსაც ის თავად არ გახსნიდა. დაცვის თანამშრომელმა ერთხელ ჰკითხა მას, რატომ ხართ ასე შეშფოთებული, სიგვამ შეხედა მას გრძელი, დაღლილი შეხედვით და უთხრა, რადგან მე ვიცი, რა ხდება ადამიანებთან, რომლებიც იციან ძალიან ბევრი. ისინი ხდებიან პრობლემა. და პრობლემები უნდა გადაწყდეს. დაცვის თანამშრომელმა ჰკითხა, თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ცდილობს თქვენს მოკვლას? სიგვამ არ უპასუხა პირდაპირ. ის უბრალოდ თქვა, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი იქნება უფრო მშვიდი, თუ მე აღარ ვიქნები აქ. 2 კვირის შემდეგ სიგვამ გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. და დაცვის თანამშრომელმა არასოდეს ნახა ის კვლავ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ერთ მიზანს, ქვეყნის მშენებლობას, ეკონომიკის განვითარებას, ხალხის კეთილდღეობას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებდით, რეალურად ემსახურებოდა საპირისპირო მიზანს, არა მშენებლობას, არამედ განადგურებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ იყავით მარიონეტი, რომელსაც მართავდნენ უხილავი ხელები და რომ თქვენი ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ ფიქრობდით, რომ იყო თქვენი, რეალურად იყო ვიღაცის სხვის. როგორ იცხოვრებთ ამ ცოდნით? როგორ შეხედავთ თავს სარკეში? როგორ დაიძინებთ ღამით, როდესაც იცით, რომ თქვენი ქმედებების შედეგად მილიონობით ადამიანი დაკარგა სამუშაო, სახლი, მომავალი? ეს არის ის, რასთან რაც თენგიზ სიგვამ უნდა ეცხოვრა თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. და ეს არის ის, რაც ხსნის, რატომ ის გახდა ჩრდილი, რატომ ის გაქრა საჯარო ცხოვრებიდან, რატომ ის არასოდეს არ საუბრობდა იმის შესახებ, რაც მოხდა. ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც ახლოს იყო სიგვასთან მისი ცხოვრების ბოლო წლებში, არის მისი ყოფილი კოლეგა, რომელიც მუშაობდა მასთან ერთად ინსტიტუტში, სანამ სიგვა შევიდოდა პოლიტიკაში. ეს ადამიანი, რომელიც დღეს საუბრობს ანონიმურად, იხსენებს, როგორ ერთხელ 2015 წელს ის შემთხვევით შეხვდა სიგვას ქუჩაში. სიგვა იყო უკვე ძალიან ასაკოვანი, ძალიან სუსტი, მაგრამ მისი გონება იყო ჯერ კიდევ ცხადი. ისინი დაჯდნენ პატარა კაფეში და დაიწყეს საუბარი. თავდაპირველად საუბარი იყო ზოგადი, ძველი დროების შესახებ, ძველი კოლეგების შესახებ. მაგრამ შემდეგ უეცრად სიგვამ ჰკითხა, შენ ფიქრობ, რომ ისტორია მიპატიებს, კოლეგამ არ გაიგო, რას გულისხმობ? სიგვამ უპასუხა, მე ვგულისხმობ ყველაფერს. ყველაფერს, რაც მოხდა 1992 და 93 წლებში. ქარხნები, რომლებიც დაიხურა. აღჭურვილობა, რომელიც გაიყიდა. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი. შენ ფიქრობ, რომ ისტორია გაიგებს, რატომ ეს უნდა მომხდარიყო? კოლეგამ სცადა რაღაცის თქმა, რაღაც დამამშვიდებელი, მაგრამ სიგვამ გააგრძელა, მე მინდა, რომ შენ იცოდე სიმართლე. არა ის ვერსია, რომელიც არის ისტორიის წიგნებში, არამედ რეალური სიმართლე. მე არ ვიყავი უბრალოდ არაკომპეტენტური პრემიერი. მე არ ვიყავი უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ვერ გაართვა თავი კრიზისს. მე ვიყავი ნაწილი სისტემისა, რომელიც იყო ბევრად უფრო დიდი, ვიდრე საქართველო, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ადგილობრივი მთავრობა. ეს სისტემა ჰქონდა გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაკეთებულიყო მთელი რეგიონი მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. და ამ გეგმაში საქართველო უნდა ყოფილიყო არა ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ სუსტი, დამოუკიდებული ტერიტორია, რომელიც იქნებოდა ბაზარი უცხოური საქონლისთვის, წყარო იაფი შრომისა, ადგილი, სადაც შეეძლოთ ექსპერიმენტები ეკონომიკური მოდელებით, რომლებიც შემდეგ გამოყენებულ იქნებოდა სხვა ქვეყნებში. კოლეგა იყო შოკში. ის ჰკითხა, მაგრამ რატომ შენ დათანხმდი ამას? რატომ შენ იყავი ნაწილი ამ სისტემისა? სიგვამ შეხედა მას გრძელი, დაღლილი შეხედვით და უთხრა, რადგან მე მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. მე მჯეროდა, რომ თუ საქართველო არ გაივლიდა ამ ტრანსფორმაციას, ის დაიკარგებოდა სრულიად, არა როგორც ეკონომიკა, არამედ როგორც სახელმწიფო. მე მჯეროდა, რომ ჩვენ უნდა გაგვეწირა ეკონომიკა, რომ გადაგვერჩინა სახელმწიფო. მაგრამ ახლა, როდესაც მე ვუყურებ უკან, მე ვხედავ, რომ მე ვიყავი მოტყუებული. ჩვენ არ გადავარჩინეთ სახელმწიფო. ჩვენ უბრალოდ შევცვალეთ ერთი დამოკიდებულება მეორეზე. ჩვენ უბრალოდ შევცვალეთ ერთი ბატონი მეორეზე.
და ამ პროცესში ჩვენ გავანადგურეთ ყველაფერი, რაც საქართველოს აქცევდა ძლიერ, ჩვენი ინდუსტრია, ჩვენი ტექნოლოგია, ჩვენი ადამიანური კაპიტალი. კოლეგამ ჰკითხა, მაგრამ ვინ იყო ეს სისტემა? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ამ გეგმას? სიგუამ გააკეთა პაუზა და უთხრა, ეს არის კითხვა, რომელზეც მე არ შემიძლია პასუხის გაცემა. არა იმიტომ, რომ მე არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ თუ მე ვიტყვი, მე დავსრულდები. და არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ყველა ვინც ახლოს არის ჩემთან. ეს სისტემა არ ტოვებს მოწმეებს. ეს სისტემა არ ტოვებს კვალს. ეს სისტემა არის უხილავი, მაგრამ ყოვლის მომცველი. და ის ჯერ კიდევ არსებობს. ის ჯერ კიდევ მუშაობს. ის ჯერ კიდევ მართავს ამ რეგიონს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები. კოლეგამ ჰკითხა, მაგრამ რატომ შენ მიამბობ ამას ახლა? რატომ არა ადრე? სიგუამ უპასუხა, რადგან ახლა მე ვარ ძველი. მე ვარ ავად. მე მაქვს არაფერი დასაკარგი. და მე მინდა, რომ ვინმე მიცოდეს სიმართლე, სანამ მე წავალ. მაგრამ გთხოვ, არ გამოიყენო ჩემი სახელი. არ ამბობ, რომ ეს მე გითხარი. უბრალოდ იცოდე, რომ ის, რაც მოხდა, არ იყო უბრალოდ ტრაგედია. ეს იყო დანაშაული. და ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, ჯერ კიდევ არიან თავისუფალნი. 1993 წლის აგვისტოში, როდესაც თენგიზ სიგუა ოფიციალურად გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა ოფიციალურ ქრონიკებში. იმ დღეს, როდესაც სიგუამ ბოლოჯერ დატოვა თავისი ოფისი სამთავრობო შენობაში, ის წაიღო თან ერთი ნივთი, პატარა შავი ბლოკნოტი, რომელიც ის ინახავდა თავის პირად სეიფში. ამ ბლოკნოტში იყო ჩანაწერები, არაოფიციალური დოკუმენტები, არამედ პირადი შენიშვნები, რომლებსაც სიგუა აკეთებდა ყოველდღიურად. ჩანაწერები შეხვედრების შესახებ, რომლებიც არასოდეს იყო ოფიციალურ პროტოკოლებში. ჩანაწერები ადამიანების შესახებ, რომლებიც არასოდეს გამოჩენილან საჯარო სივრცეში. ჩანაწერები ფინანსური ოპერაციების შესახებ, რომლებიც არასოდეს გავიდა ოფიციალურ ანგარიშებში. ეს ბლოკნოტი იყო ის, რასაც შეეძლო დაემტკიცებინა ყველაფერი, ყველა შეთქმულება, ყველა კორუფციული სქემა, ყველა უცხოური ჩარევა. მაგრამ სიგუამ არასოდეს გამოიყენა ის. ის უბრალოდ წაიღო ისთან, დაბრუნდა თავის სახლში და დამალა ის ადგილას, სადაც არავინ ვერასოდეს იპოვიდა მას. რატომ? რატომ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველა მტკიცებულება, არ გამოიყენა ის თავის დასაცავად? რატომ ის აირჩია დუმილი? პასუხი ამ კითხვაზე მოდის ერთ-ერთი იმ ადამიანისგან, რომელიც იყო სიგუას ოჯახის წევრი და რომელიც დღეს საუბრობს პირველად. ეს ადამიანი გვიყვება, რომ სიგუამ ერთხელ ახსნა მას, რატომ ის არ გამოიყენებდა იმ ინფორმაციას, რომელიც მას ჰქონდა. სიგუამ უთხრა, თუ მე გამოვაქვეყნებ ამ ინფორმაციას, მე არ დავიცავ საკუთარ თავს. მე უბრალოდ გავხდები სამიზნე. ის ადამიანები, რომლებზეც მე ვწერ ამ ბლოკნოტში, არიან ძალიან ძლიერები. ისინი არ დაუშვებენ, რომ ეს ინფორმაცია გახდეს საჯარო. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, რომ გააჩუმონ მე. და არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები. ამიტომ მე ვარჩევ დუმილს. არა იმიტომ, რომ მე მშიშია საკუთარი სიცოცხლისთვის, მე უკვე ვარ ძველი და სიკვდილი არ მაშინებს. მაგრამ მე მშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მე მიყვარს. და ამიტომ ეს ბლოკნოტი დარჩება დამალული, სანამ მე ვცოცხლობ. და შესაძლოა მას შემდეგაც. მაგრამ ოჯახის წევრი ასევე გვიყვება, რომ სიგუამ დატოვა ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს იმ ბლოკნოტთან მისი გარდაცვალების შემდეგ. ის უთხრა თავის ოჯახს, როდესაც მე წავალ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ შეგიძლიათ განადგუროთ ეს ბლოკნოტი და დაივიწყოთ ყველაფერი, რაც მოხდა. ან თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ის ადამიანს, რომელსაც ენდობით, ჟურნალისტს, ისტორიკოსს, ვინმეს, ვინც გამოიყენებს მას სიმართლის გასაგებად. მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ მეორე გზას, იცოდეთ, ეს იქნება საშიში. ეს მოიტანს ყურადღებას ადამიანებისგან, რომლებიც არ მინდათ ყურადღება. ეს შეიძლება დაასრულოს ჩვენი ოჯახი. ამიტომ ფიქრობთ ფრთხილად. ფიქრობთ არა მხოლოდ სიმართლეზე, არამედ ასევე უსაფრთხოებაზე. ოჯახის წევრი ამბობს, რომ როდესაც სიგუა გარდაიცვალა 2020 წელს, ოჯახმა შეიკრიბა და განიხილა ეს კითხვა. ისინი იყვნენ გაყოფილნი. ზოგი ამბობდა, რომ ბლოკნოტი უნდა განადგურებულიყო, რომ ოჯახი დაცულიყო. ზოგი ამბობდა, რომ ბლოკნოტი უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ სიმართლე გამჟღავნებულიყო. საბოლოოდ ისინი გადაწყვიტეს არც ერთი, არც მეორე.
ისინი გადაწყვიტეს დამალვა ბლოკნოტი, არა განადგურება, არამედ დამალვა და დაელოდნენ. დაელოდნენ იმ დროს, როდესაც იქნებოდა უსაფრთხო მისი გამოქვეყნება. დაელოდნენ იმ დროს, როდესაც ის ადამიანები, რომლებზეც წერია ბლოკნოტში, აღარ იქნებიან ძალაუფლებაში. დაელოდნენ იმ დროს, როდესაც საქართველო იქნება მზად სიმართლის მოსასმენად. ოჯახის წევრი ამბობს, რომ ეს დრო ჯერ არ დადგა. ბლოკნოტი ჯერ კიდევ არის დამალული. მაგრამ ის არსებობს. და ერთ დღეს, როდესაც პირობები იქნება სწორი, ის გამოჩნდება. და როდესაც ის გამოჩნდება, ის შეცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით იმ პერიოდის შესახებ. ის დაამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა არ იყო უბრალოდ ტრაგედია. ეს იყო დანაშაული, რომელიც დაგეგმილი იყო, დანაშაული, რომელიც შესრულებული იყო, დანაშაული, რომლის მსხვერპლი იყო მთელი. და ის ასევე სახელებს იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი, სახელებს იმ ადამიანებისა, რომლებმაც მიიღეს ფული, სახელებს იმ ადამიანებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არიან თავისუფალნი და რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ კომფორტულ ცხოვრებას იმ ფულით, რომელიც მოპარული იქნა ქართველი ხალხისგან. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ დარჩენილნი ვართ კითხვებთან. კითხვები იმის შესახებ, თუ რა რეალურად მოხდა იმ წლებში. კითხვები იმის შესახებ, ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი. კითხვები იმის შესახებ, სად არის ის ყველაფერი, რაც ჩამოართვეს ქართულ ხალხს, ქარხნები, აღჭურვილობა, ფული, მომავალი. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სრული სიმართლე? რატომ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, ჯერ კიდევ არ არიან პასუხისმგებელნი? და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს არასოდეს მოხდება კვლავ? თენგიზ სიგუას ისტორია დასრულდა 2020 წლის 21 იანვარს, როდესაც მისი გზა ამ სამყაროში მიაღწია დასასრულს. ის წავიდა ჩუმად თითქმის უხმაურად, ისევე როგორც ცხოვრობდა თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, ჩრდილში, დამალული საჯარო თვალისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრმა ადამიანმა თქვა სხვადასხვა რამ. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც ცდილობდა საუკეთესოს, მაგრამ ვერ შეძლო. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო მოღალატე, ადამიანი, რომელმაც გაკიდა თავისი ქვეყანა უცხოელებისთვის. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო მარიონეტი, ადამიანი, რომელსაც მართავდნენ უხილავი ხელები. მაგრამ სიმართლე, როგორც ყოველთვის, არის უფრო რთული ვიდრე ნებისმიერი ამ ვერსიებისა. სიგუას გარდაცვალების შემდეგ საქართველო განაგრძობდა ცხოვრებას. ქვეყანა, რომელიც დაკარგა თავისი ინდუსტრია 1990-იან წლებში, ვერასოდეს აღადგინა მას. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, რომელიც ოდესღაც ასაქმებდა 15,000 ადამიანს, დღეს მუშაობს მხოლოდ მცირე ნაწილით თავისი შესაძლებლობებისა. ქუთაისის საავიაციო ქარხანა, რომელიც ოდესღაც აწარმოებდა კომპონენტებს საბჭოთა თვითმფრინავებისთვის, დღეს არის თითქმის მიტოვებული. ჭიათურის მანგანუმის საბადოები, რომლებიც ოდესღაც იყო უდიდესი მსოფლიოში, დღეს მუშაობს მხოლოდ ფრაგმენტულად. ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სამუშაო იმ წლებში, ბევრი მათგანი არასოდეს იპოვა ახალ სამუშაოს. მათი შვილები და შვილიშვილები გაიზარდნენ ქვეყანაში, სადაც ინდუსტრია არის მხოლოდ მოგონებას, სადაც ეკონომიკა დამოკიდებულია სერვისებზე და რემიტანსებზე, სადაც ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას ათასობით ყოველწლიურად, ეძებენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მაგრამ ის, რაც დაიკარგა იმ წლებში, არ იყო მხოლოდ ქარხნები და სამუშაო ადგილები. ის, რაც დაიკარგა, იყო რაღაც უფრო ღრმა ნდობა. ნდობა მთავრობისადმი, ნდობა პოლიტიკოსებისადმი, ნდობა იმისა, რომ სისტემა მუშაობს ხალხის ინტერესებისთვის. ეს ნდობა არასოდეს აღდგა სრულად. და ეს არის ის, რაც ხსნის, რატომ საქართველო ჯერ კიდევ იბრძვის თავის იდენტობასთან, თავის მომავალთან, თავის ადგილთან მსოფლიოში. ის ჭრილობები, რომლებიც გაკეთდა 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ არ არის განკურნებული. და ისინი ვერ განიკურნება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დარჩა. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად დაგეგმეს საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი? რა იყო მათი რეალური მიზანი? იყო თუ არა ეს მხოლოდ ფულის შესახებ, თუ რაღაც უფრო დიდი გეოპოლიტიკური თამაში, რომელში საქართველო იყო მხოლოდ ფიგურა დაფაზე? და რატომ ის ადამიანები, რომლებმაც შეასრულეს ეს გეგმა, ადამიანები როგორიცაა სიგუა, არასოდეს არ იქნენ პასუხისმგებელნი? ეს არის კითხვები, რომლებზეც ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხებს. არა იმიტომ, რომ ეს შეცვლის წარსულს, წარსული არ იცვლება. არამედ იმიტომ, რომ გარეშე ამ პასუხებისა, ჩვენ ვერ გავიგებთ რეალურად რა მოხდა. და გარეშე ამ გაგებისა, ჩვენ ვერ დავრწმუნდებით, რომ ეს არასოდეს მოხდება კვლავ.
შესაძლოა ერთ დღეს იმ შავი ბლოკნოტი, რომელიც სიგუამ დამალა, გამოჩნდება. შესაძლოა ერთ დღეს ის დოკუმენტები, რომლებიც დაიკარგა ხანძარში, იპოვება. შესაძლოა ერთ დღეს ის მოწმეები, რომლებიც დუმდნენ ათწლეულების განმავლობაში, გადაწყვეტენ საუბარს. და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ სრულ სურათს იმისა, რაც რეალურად მოხდა იმ კრიტიკულ წლებში. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კითხვა, გავაგრძელოთ ციება, გავაგრძელოთ მოთხოვნა სიმართლისა. რადგან სიმართლე არის ის, რაც ათავისუფლებს ჩვენ. არა მხოლოდ წარსულისგან, არამედ ასევე იმ ჩრდილებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ დევს ჩვენ საწმყოზე. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ჯერ კიდევ იხსენებენ თენგიზ სიგუას. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის იდოლების შესახებ.